დღემშვიდობის მოგესალმებით დღევანდელი ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება ფეხბურთი და ყავს სტუმარი, რომელიც მოვიდა ჩვენ სანახავად. მიდის სანახავად! ბატონი გიგა გვენცაძე, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, კომენტატორი, ჟურნალისტი, ადამიანი, ვინც ბოლო პერიოდში ქართული წარმატების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო გახდა თავისი ფრაზით, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. მე მაგ ჩემი ახსნა რატო გახდა ძალიან პოპულარული, ამის შესახებაც ვისაუბრეთ, თუმცა პირველ რიგში სანაკრებო ამბები გვინდა რომ გავიაროთ და ხვალინდელი ფინალი. ინტერი პარის სენ-ჟერმენის წინააღმდეგ და შესაძლებლობა რომ ხუჩა კვარაცხელია გახდეს მეორე ქართველი ფეხბურთელი, ვინც უმაღლეს საკლუბო ჯილდოს მოიპოვებს. მოკლედ მოგესალმებით და მადლობა რომ გვეწვიეთ. მადლობა ახო შენ მოწვევისთვის, ასეთი დახასიათებისთვის და მივესალმები ჩვენს რადიომსმენელებს. მოდი, ერთხელაც გავიაროთ ეს თემა. რომ მიდის სანახავად. მე მაქვს ესეთი ახსნა, იმდენად გულწრფელი იყო ეს შენი ფრაზა, იმ წუთას ამიტომ გახდა პოპულარულიც. ძალიან მისაღები ყველასთვის და თითქოს წარმატების ხმა გახდა შენი ხმა და მე ძალიან მიხარია რომ საზოგადო გახდა და მარტო სპორტულ წრეებში არ დარჩა ეს ამბავი. შენ როგორ გონია რატო გახდა ეგეთი პოპულარული შენი ეს ფრაზა? ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ გახსოვს შენ და ჩვენს რადიომსმენელებსაც, ფეხბურთის გულშემატკივრებსაც ნახევარფინალური შეხვედრა ლუქსემბურგთან, საიდანაც დაიწყო ჩვენი ნაკრების და ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის და იქაც ის ეპიზოდიც გვახსოვს, გარდამტეხი იმ შეხვედრის ეპიზოდმა, რომელმაც ბევრი რამ გადაწყვიტა, 1-0 ვიგებდით, გაგვიტანეს, გაგვითანაბრეს. ლუქსემბურგთან შეხვედრას გულისხმობთ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და შემდეგ ჩაერია ვარი, ხო? იქიდან დაიწყო მიდის სანახავად, ჩაერია საჩვენოდ, ჩაერია ისე რომ იქეთ გაუქმდა ჩვენს კარში გატანილი გოლი და საპირისპიროდ ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი იქნა გაძევებული, რაც უკვე დიდი წინაპირობა იყო გამარჯვების და საბოლოოდ გახსოვს ყველაფერი როგორც დასრულდა. შემდეგ იგივე ევროპის ჩემპიონატზე პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში ვარი ჩაერია, საერთოდ ისეთ ლაბირინთებში გვატარა განგებამა რა და იგივე თურქეთთან შეხვედრაში გავუქმებული, ჩეხეთთან შეხვედრაში, შემდეგ პენალტი ვარით და საბოლოო კულმინაცია და საბოლოო პორტუგალიასთან შეხვედრაში, სადაც 1-0 ვიგებთ. რაღაც საოცარ შედეგთან ძალიან ახლოს ვართ და ამ დროს ხდება ის, რომ ისე ვარი ერთვება საქმეში და აქ ეხა პენალტის დანიშნვა, გატანილი გოლი პრაქტიკულად ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ისტორიულ შედეგს ვაფიქსირებდით, გავდიოდით ჯგუფიდან და მე ვფიქრობ ალბათ ისევ ჩვენთაგანს ყველა ქართველს, ყველა ნახს რა ემოციაც ჰქონდა, იმ ემოციების გადმოცემის პატივი გვერგო მე და ჩემს კოლეგას გიათ ვალაბეიშვილს და ასაც განვიცდით თითოეული ჩვენთაგანი იმ მომენტში გულით, სულით, რა ვიცი, ზარღვით. ეს თუ მოახერხეთ, მე ბედნიერი ადამიანი ვარ. ძალიან კარგად გამოგივიდათ. ყველაფერი პრინციპში იყო თანხვედრაში და თითქოს ყველაფერი იყო ესე დაბალანსებული, წინასარცნობილი. ეხლა რო უყურებ ამ გადმოსახედიდან, თორე იმ წუთას მე ძალიან მიკვირდა როგორ ახერხებდით თქვენ მოკლედ მაინც მეტნაკლებად სიმშვიდის შენარჩუნებას, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჟურნალისტი, რომელიც მოესწრო დიდ დინამოს, მერე იმ საშინელ უიმედო პერიოდს, როდესაც სტადიონზე ადამიანები ერთმანეთს ვიცნობდით, იმიტომ რომ მარტო ერთი და იგივე ხალხი დადიოდა ძალიან მცირე რაოდენობის. სხვათა შორის მათ შორის სანაკრებო მატჩებზეც და შიდა ჩემპიონატზე აღარაფერს ვამბობ და მერე ამ ხელა მოლოდინის შემდეგ ესეთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ თავის ბენეფიტებს კიდე მომავალ პერიოდში კიდე გამოიღებს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ქვეყანამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს 21 წლამდე თალშორის, შემდეგ პირველმა ნაკრებმა მოიპოვოს და სადმე ჩაქრეს და დასრულდეს, იმიტომ რომ სერიოზულად კარგი საფუძველია მე მგონი ჩაქრება. კი, ნამდვილად სწორად აღნიშნევა, ხო, მართლაც 30 წელი ველოდით ჩვენ ამ გამარჯვებას, ხო, 1994-ის 7 სექტემბერი იყო თუ არ ვცდები, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური შესარჩევი შეხვედრა ჩაატარა მოლდოვასთან და იმ პირველივე თამაშიც ის იმედგაცრუება
მახსოვს, სადაც ყველანი მოლოდინში ვიყავით მოლდოვასთან 50 კარში დარტყმა ჩვენ სტატისტიკა იყო რაღაც საოცარი. კარში დარტყმები, კუთხურები და საბოლოო ერთი წავა მოლდოვასთან, რომელიც იგივე საბჭოთა პერიოდში ახლა პრაქტიკულად იმდენად ჩვენზე დაბალ დონეზე იმყოფებოდა, რომ თამაში არ გვიწევდა. დინამოს შეხვედრა არ უწევდა გამომდინარე იქიდან, ჩვენი გუნდი ელიტაში იყო და მოლდოვა იშვიათი გამონაკლისების გარდა უფრო ქვემოთ ქვედა ლიგებში იყო და მართლა ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ და ეხა ამ წარმატებამ, ამ ძალიან დიდმა წარმატებამ ცხადია, ფეხბურთის ბუმი გამოიწვია, ხო? ეხა ჩვენურად ვხედავთ ყველანი ამას. და ეს დიდი ბედნიერებაა, ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ, რომ ყავს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი და ეს დიდი ბედნიერებაა ნამდვილად და ახალგაზრდულზე ახსენე და ნამდვილად მართებულად ის რომ აგერ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მონაწილეობას მიიღებს სლოვაკეთში ევროპაში დაძლია არა მასპინძლის სტატუსით, არამედ დაძლია კვალიფიკაცია. ძალიან რთული გზა გაიარეს ჩვენებმა მიზნის მისაღწევად, კიდევ ერთხელ მისალოცი ამბავია ნამდვილად. სულ მალე დაიწყება ორ კვირაში. და ხო რა არჩება 11 ივნისი იქნება პირველი თამაში, ძალიან რთული ჯგუფია, მაგრამ წარმატებები უსურვოთ ჩვენს ბიჭებს. ხო, არანაკლებ რთული ჯგუფი იყო თბილისში, როდესაც იყო და სხვათა შორის იქაც გავედით, იქაც პორტუგალიაზე გაიარა ჩვენმა წარმატების გზამ და ეს ახლაც მაშინაც პორტუგალია. სხვათა შორის როგორც პირველ ნაკრებს ყავდა ჯგუფში ისე მოხდა. სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის კიდევ ერთი მომენტი, რომ იყო პერიოდი, როდესაც ლუქსემბურგზე ძალიან ნერვიულობდით. სხვათა შორის ბევრი კომაგი მხდებოდა, რომელიც ამბობდა, რომ არ შეიძლება ამ საკითხზე ნერვიულობა. მე რადიკალურად სხვა დამოკიდებულება მაქვს. ნერვიულობდით და ეხლა პირიქით როგორც გამოწვევა, აი ეს დამოკიდებულება შეიცვალა. როგორც გამოწვევა არის ძალიან დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში და ეხლა საერთოდ არ მგონია რომ ვთქვათ გინდა პირველ ნაკრებს და გინდა 21 წლამდე ნაკრებს მიუხედავად ურთულესი ჯგუფებისა ვთქვათ რაღაცა გველოდება იმედგაცრუება მგონია რომ მინიმუმ ვიბრძოლეთ. კი ბატონო, იგივე ლუქსემბურგთან შეხვედრა გავიხსენეთ კიდევ ერთხელ და ის სიფრთხილე ვფიქრობ ობიექტური მიზეზებით იყო. ძალიან გვინდოდა გასვლა და ვფრთხილობდით. რა ვიცი, ერთი ის მომენტი, თან აი ჩვენ ფეხბურთის ისტორია რო ავიღოთ, ხო ხა დინამო თბილისის თავგადასავალი დინამო იგივე საქართველოს ნაკრები იყო არსებობის ისტორიაში საბჭოთა პერიოდს გულისხმობთ ძირითადად ჩვენ რაც ჩვენი ისტორიის ნაწილია, ჩვენი ფეხბურთის ნაწილია. მაშინაც ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ბევრჯერ წარმატებასთან, მაგრამ ისეთ გარემოებებს შეუშლიათ ხელი და ოდესაც აქაც იყო, მაგრად გაგვიმართლა, ხო, ორივე შეხვედრა ჩავატარეთ თბილისში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩვენი საბოლოო წარმატების, ალბათ ბევრი შევთანხმდებით ამაზე და ლუქსემბურგთან გამოწვეული სიფრთხილეს გასაგები იყო ლუქსემბურგის ნაკრების პროგრესი. ლუქსემბურგის ნაკრები დიდი შანსია, რომ საერთოდ არ ყოფილიყო ამ პირდაპირ ჯგუფიდან შეეძლო თავისუფლად დასვლა. ჩვენ ახლა როდესაც ამ სანჩესს ვიხსენებთ და გავიხსენებთ ვარის ეპიზოდი ლუქსემბურგთან შეხვედრის, საოცარი ისტორია ვინც დაინტერესდებით, ლუქსემბურგის ნაკრებს შესარჩევში ჯგუფში ჰქონდა შეხვედრა, სადაც იგივე სანჩესი ჟიდა დანიშნა პენალტი და შემდეგ მივიდა ვარზე და გააუქმა და იმ შეხვედრაში გამოდიების შემთხვევაში პირდაპირ გადიოდა პრაქტიკულად ლუქსემბურგს აქ არ მოწ. გამომდინარე აქედან სერიოზული პროგრესი რამდენი ფულად ესე იგი ლუქსემბურგში არ უყვართ ეგ კაცს. არ უყვართ კი არა, არ ვიცი ერთ-ერთი დარტს თამაშობენ მაგის სულად. მიუღებელი ალბათ. წარმოიდგინეთ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ლუქსემბურგის ნაკრებისა მათ ფეხბურთის ისტორიაში ამ საჯმა განსაჯა ესპანელმა და ორივე შემთხვევაში ამ ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა ალბათ ობიექტური ჩვენ შემთხვევაში განსაკუთრებით და იმ ეპიზოდში დანიშნულდა შემდეგ გაუქმებულ პენალტს, რა ვიცი, თუ დაინტერესდება შეხედავს, ცოტა ის არის რა, ბოლომდე ნაწყენი ყოფილა ეგ კაცი მაგაცი. ლუქსემბურგი რახან ვახსენეთ, სიტყვა მოიტანა და ვარიმს საინტერესო ისტორიაა და ეს გავიხსენეთ. გიგა, იცი რა მაინტერესებს? აი შენ როდის იგრძენი, რომ რაღაცა რესურსი არსებობს და უნდა დაველოდოთ წარმატებას, არის შანსი, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა პერიოდი, როდესაც წარმატებას საერთოდ არ ველოდოთ.
ჩემი აზრით ახო ეს თაობა არა მარტო ჩემი აზრით ბევრი ფიქრობს ასე და მე იმ ფეხბურთელებისგან მომისმენია, იმ ჩვენი ვეტერანებისგან მომისმენია ეს ვინც ჩართული არიან ამ პროცესში, რაღაც უმაღლეს ხარისხის პროფესიონალები არიან ისინი რა. ნიჭზე რომ არაფერი ვთქვა, ძალიან შრომის მოყარეები არიან. ძალიან სწორად უყურებენ პერსპექტივებს, თავიანთი განვითარების და ეს ძალიან დიდი ამბავია რა. მათ იციან რა უნდათ და იციან როგორ უნდა მიაღწიონ იმას, რაც უნდათ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. და ასევე რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი ეს ხო ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია ჩვენი წარმატების, როგორც ელმავალი, ისე იყო და არის ხვიჩა. მჭრელივით გაიარა ეს გზა და გაუყვალა ყველას გზა. ზუსტად, ეს უდიდესი ფაქტორია ცხადია ეხა ხვიჩას მიმართ. ეხა მე რასაც ვუყურებ, ყველა საინტერესებს ფეხბურთი, ქალს, კაცს, ბავშვს, დიდს, პატარას, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მე ჩემ მაგალითზე ვიტყვი. 90 წლის დედა მყავს, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარი ყოველთვის გახდათ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით რა თემაზეც არ უნდა დავიწყოთ საუბარი, მაინც ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიას თემასთან მიდის და აი ხვიჩა მისი ისეთივე შემადგენელი ნაწილი გახდა მისი ცხოვრების, როგორც შვილები და შვილიშვილები და საერთოდ ვეჭვიანობთ, რომ ჩვენზე უფრო ხვიჩა უყვარს. ხვიჩაზე დარდობს. ეს ბებიაჩემი ძალიან დარდობს ხოლმე ფეხებში რო ხდება. ასე, აი ეს მოცემულობა გვაქვს დღეს და ეს დიდი ბედნიერებაა ცხადია, როდესაც ჩვენ შეგიძლია თქვა, რომ აი დღეს ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ყავს მსოფლიოში. დღეს ყოველთვის სლავა მეტრეველის დაბადების დღეა და სლავა მეტრეველი, რომელიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელი და ხვიჩა უკვე ამათ რიგში დგას და მე მგონი პოზიციაზე კიდე რთული საქმეა. ასარჩევია მან. საუკეთესოა. მოდი კვარაცხელია ვახსენეთ. 31 რიცხვი, ანუ ხვალ მიუხენი მილანის ინტერი პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ. ეს არის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ეს არის კულმინაციური მომენტი, ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, რაც ზოგადად არსებობს საკლუბო ფეხბურთში. ნუ მიწყენენ სამხრეთ ამერიკელები და თუნდაც აზიის წარმომადგენლები მათ ტურნირს გაცილებით ჯობს ჩემი აზრით და ამ ფინალური მატჩის მთავარი გმირი დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი იქნება ხვიჩა კვარაცხელი. ორი სტატია ვნახე ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით დილას, ერთი იყო ნიუ-იორკ ტაიმსი, რომლის წარმომადგენელი თბილისში იყო და ოჯახიდან დაწყებული დინამოს აკადემიით დამთავრებული, ყველა მოიკითხეს და ყველას აზრი მოინიშნეს და მე როგორც სტატია ისე დაბეჭდეს, ძალიან საინტერესოა და ხოდაშორის მაყურებელს ურჩევ რომ გაეცნოს. და მეორე ეკიპი, სადაც ეკიპის გამოაქვს სათაურად, ეს ფრანგული გამოცემაა, გამოაქვს სათაურად კითხვის ფორმა, რომ რატო არის ხვიჩა კვარაცხელი ესეთი საყვარელი ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრისთვის და აქვს თქვა მითითებული რომ 2 გოლი, 2 საგოლე პასი მარტო ჩემპიონთა ლიგაზე არ არის ის სტატისტიკური მაჩვენებელი, რომლის გამოც შეიძლება ვინმეს უყვარდეს კონკრეტული ფეხბურთელი, მაგრამ აქ არის ყველაფერი საპირისპირო. შენი მოსაზრება მაინტერესებს და მე ლიონის ლეგენდის სიდნი გოუს აზრს გეტყვი ამასთან დაკავშირებით. ხო, ალბათ სტატისტიკა ხვიჩას შემთხვევაში ამდულად არ არის გამსაზღვრელი. ხვიჩა სადაც იყო, ყველგან ძალიან მალე იგივე პარი სენ-ჟერმენში, სადაც ძალიან რთული конкуренция იყო და ცოტა რაღაც დამაფიქრებელი იყო, ხო? მეც ვფიქრობდი ამაზე გადასვლა არა, ჩემი აზრით, უფრო აი პოზიცია ისეთი კონკურენტი ხდებოდა მას, მაგრამ აბსოლუტურად ერთ-ერთ თამაში გაიგო აი ყველაფერი და გაიგო ჩვენთვის, თორემ მანამდე გარკვეული იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც იყო ინიციატორი ხვიჩას პარიზში გადასვლის. გამომდინარე, ხვიჩა ლიდერია ყველგან. სადაც არ უნდა იყოს, რომელ გუნდშიც არ უნდა იყოს და სტატისტიკა ზოგადად ძალიან საინტერესო რამ არის, მაგრამ ხვიჩას შემთხვევაში ჩემი აზრით არის. როცა სიყვარულია ლაპარაკი, მე მგონი ხო, შეიძლება ვახსენოთ ჩვენ და არა მარტო საქართველოში და იგივე პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრებში, ის ფაქტიც ეხლა რომ აგერ ჯამუდიან მასე ამხელა რეპორტაჟს აკეთებენ, იმაზე მეტყველებს რომ ძალიან პოპულარულია, ძალიან პატივსცემენ და ძალიან უყვართ.
არა მარტო საქართველოში და პარიზში, არამედ ყველგან მსოფლიოში. ოდეშო სიდნი გოუმ თქვა, სტაჟიან მაყურებელს ემახსოვრება ლიონის გამორჩეული ფეხბურთელი, ის ექსპერტად მუშაობს ახლა. ჯორჯ ბესტის ყაიდის ფეხბურთელიაო, მსგავსი უნარებით და მსგავსი თავდადებით. მე ჯორჯ ბესტის თამაში არ მინახავს, ამიტომ ვერ შევეცინა აღდგები და ვერც დავადასტურებ ამ მოსაზრებას. ერთ-ერთი მთავარი ამ გამოცემა ეკიპის მთავარი საკითხი რაც იყო გაშლილი მე იყო უნარები, რომელსაც ისავლეს თუნდაც დაცვის კომპონენტში, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ დიდი ვარსკვლავები უკან გუნდს არ ეხმარებიან, მათ შორის არც PSG-ში ეხმარებოდნენ და არც სხვა გუნდებში, მოდი ახლა სახელებს ნუ ჩამოვთვლით, ვინმე არ გაგვინახსენდეს, მაგრამ აი ხ თუნდაც იგივე ლივერპულთან უკან თამაში, იგივე ასტონ ვილასთან ეს ცარილი კარი და ხომ ერებურთის ხომ გამოიტანა. აი ეს დამატებით ღირებულებას ძენს ფეხბურთელს და როგორ ფიქრობ, რომ არა თქვათ ესეთი უნარები, ესეთი დახარჯვა საკუთარი რესურსის ერთ კონკრეტულ შეხვედრაზე, რომ არა ეს იქნებოდა თუ არა ის რეზულტატი, რომ ბრედრი ბანკოლას სათადარიგო და სკამზეა და ხუჭა არის ძირითადში. კი, სწორად აღნიშნე, აბსოლუტურად. ეხლა დაცვაში თამაშიც პროგრესირებს, ვიჩა ფაქტია, ეხლა ასაკიდან გამომდინარე, მონდომებიდან გამომდინარე, ნიჭიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ვიჩა პროგრესირებს, თვითიდე მისი შესაძლებლობა და ზღვარი ჩვენთვის უცნობია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ზღვარი შესაძლოა პრაქტიკულად არსებობდეს, ასე გვინდა ჩვენ ყოველ შემთხვევაში. ვიჩა უნივერსალურ ფეხბურთელადაც ყალიბდება, ხო, იყო მომენტი ცარიელ გარიდან გამოვიტანია. ეხლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მაინც მარცხენა მხრიდან უტევს, ჩვენ აგერ პარის სენ-ჟერმენში ნაცვლად ხედავს, რომ ფლანგსაც იცვლის, შუიდანაც მოქმედებს. ამას რა ჯობია, ხო, ასეთ ფეხბურთელის განეიტრალება კიდევ უფრო რთული თავსატეხი არის მცველებისთვის. ეს პერიოდი თუ გახსოვს შენ რა, აი ხა ხუჭა შეისწავლეს, მარცხნიდან თამაშობს და ესეთი სკეპტიკური მოსაზრებებიც არსებობდა. მოაჩვენს მეც მქონდა ეგ მოსაზრება, იმიტომ რომ ესე ათამაშებდნენ და ფაქტი იყო, რომ ეფექტურობა არ ქონდა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ის სათამაშო დიაპაზონი გაცილებით უფრო გაზრდილია და ეს ასე ამოდა სასწავლო ამბავი. სხვადასხვა ხა ინტერი იქნება პარის სენ-ჟერმენის მოწინააღმდეგე, ინტერს და სიმონე ინზაგის არაერთხელ უხილავს საქმეში ხუჭა ყვარაცხელია, მაშინ როცა ის ნაპოლიში ასპარეზობდა. მე მახსენდება, რომ სიმონე ინზაგი ეგრევე წოდებული სამფაზიანი დაცვის კომპონენტი მოიფიქრა ხუჭას გასანეიტრალებად, სამი კაცის გარემოცვაში იყო მუდმივად ყოველთვის, როდესაც ინტერს ეთამაშებოდა ნაპოლი. ქართველი შემტევი. ალბათ დღე ხვალ გაუჭირდება, იმიტომ რომ არანაკლები სიძლიერის ინდივიდუალისტები ყავს ბევრი საფრთხე არის პარიზულ გუნდს. ხო, შენ როგორ წარმოგიდგენი ამ თამაშის მიმდინარეობა? საერთოდ ახალ გვახსოვს ჩვენ ასეთი ხშირად ჩვენც გვითქვამს და ვამბობთ ხოლმე, რომ ფინალია და ფინალში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ეს ის შემთხვევა ჩემი აზრით, როდესაც გასაგებია რომ ფინალია, მაგრამ აქ პრაქტიკულად თანაბარი დონის გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს. ანუ ყველაფრის მოხდენა აქ რაღაც ესეთი მულოდნელობა და სენსაცია არ იქნება ნებისმიერი შედეგი. აქ ინტერია მეტოქე, რომელიც ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული, კვალიფიციური მწვრთნელით, სტაბილური, გამოცდილი მოთამაშეებით, მებრძოლი მოთამაშეებით. ისე რა საინტერესოა, რომ მხოლოდ მეორედ ხდება ისტორიაში, როდესაც ჩემპიონთა ლიგის, ჩემპიონთა თასის ფინალში ფრანგული იტალიური კლუბები თამაშობენ მხოლოდ მეორე შემთხვევაში. პირველი ფრანგულისთვის, ფრანგული მარსელისთვის არ დამთავრდა. ფრანგულმა მოიგო მილანს მოუგო, მაგრამ მე რაც გაგრძელდა ხო წაფი ისტორია არის. ძალიან საინტერესო შეხვედრა უნდა იყოს ცხადია. ხა პარის სენ-ჟერმენია მეორე მხარეს, რომელიც გავიცი, ჩემი აზრით და რაღაც ჩემი აზრით წელს არის ამ სეზონში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო. შესაძლოა არადარა მძიმედ დაიწყო. ას ქარიშხალივით გუნდია, ეგენ რომ მოდიან, მათი შეჩერება, შეჩერება. ჯერ პრაქტიკულად შეუძლებელი გუნია, ხო? და საინტერესო ალბათ სამწვრთნელო გადაადგილებები, აქაც აი უფრო ინტერესს ხვდება. აქთან ესე იგი არჩევანი დიდია, არავინ პრაქტიკულად არ აკლია არც ერთ ბანაკში დანაკლისი არ არის. ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ალბათ ამ შეხვედრას. და რა ვიცი, დიდი ფეხბურთის მოლოდინში ვართ და ანუ განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან ჩვენ ყავს ჩვენიანი იმ ფინალში, რომელიც გადმას თასის აღმართვას ველოდებით ნამდვილად და არა მარტო თასის აღმართვას, არამედ იქ თამაში
კვალის დატოვებას. ასეც იქნება სხვათა შორის მართლაც რომ საამაყო გვაქვს ბევრი რამ ქართველებს განსაკუთრებით სპორტის მიმართულებით და ესეთი პატარა რაოდენობის ერი და უკვე ესეთი შედეგები თუნდაც ფეხბურთში ახლა კახაკალაძეს ორი ფინალი აქვს დათამაშები ერთი მოგებული აქვს ეხლა შეიძლება ხუჩა მოიგოს ეგ ცალკე თემა არის უცნაური ამბავია და საოცრად ბედნიერი ადამიანი ვარ და ალბათ ბევრი ჩვენი სპორტის მოყვარულები რომ მართლაც ეხა ისეთ პერიოდი არის ჩვენ სპორტში რომ საერთოდ არ უნდა გაიხედო არის ესეთი თვალხილულია ეს წარმატება რა იგივე გუნდური კალათბურთში აგერ ველოდებით ევროპის ჩემპიონატს აგერ ხელბურთელები მეორედ ზედიზედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშებენ აგერ რაგბია წყალბურთი მორიგი ევროპის ჩემპიონატი ექნებათ იანვარში ჰოკეიშიც კი უკვე გარკვეული წარმატება დივიზიონის ზევით წავედით და ეს გუნდურებს დაჩეხებათ და ინდივიდუალურში არასდროს არ გვიჭირდა სანამ დავასრულებთ მოდი სანაკრებო საკითხებსაც შევეხოთ ორი დაპირისპირება გველოდება უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ერთი მეტოქი არის ფარერის კუნძულები მეორე არის აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელი, ოღონდ ევროპული კაპო-ვერდე, იმიტომ რომ კალათბურთში ნამდვილად ასე იყო. ვერ ვიტყვით რომ ამ მეტოქეებთან დაკავშირებით ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, უკეთესი იქნებოდა უფრო ძლიერი მეტოქეები, მაგრამ ალბათ ესეც პროცესია და წვრთნელს ალბათ ესე ჭირდება, იმიტომ რომ არ მგონია რომ ეხა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდს რომელმაც ჯგუფური ეტაპი განალახა ერთი წლის წინ ხო გაჭირვებოდა თქვა მეტოქის მოძებნა. ნახოთ ეს ჩვენი შესაძლებელი არ არის. ხო, აქ ხო რა ხდება ჩემი აზრით, ხა მე ბოლომდე შეიძლება არ ვიყო ინფორმირებული, მაგრამ ეს ის პერიოდია, ხა როდესაც რაღაც გარკვეულწილად სავალდებულო იყო შეხვედრების გამართვა, თორე ხა დიდად ამის აუცილებლობა შესაძლოა ხა ჩვენი ნაკრებისთვის არც ყოფილიყო, თუმცა ჩვენთვის გულშემატკივრებისთვის ასე ამბავია, რომ კიდევ ორჯერ გვექნება. ჩვენებს ნახავთ საქმეში. ხო და შემადგენლობას გადავღავლეთ. აქ გადახალისებული შემადგენლობაა, ეს გასაგებია. თუმცა საინტერესოა ხო ის მოთამაშეები რამდენიმე დებიუტანტი გვეყოლება. აი ნუ ლუკა გუგეშაშვილის თამაში ძალიან საინტერესოა, დიდი ალბათობით ძირითადში ის ითამაშებს ქართველი მეკარე, რომელიც საბერძნეთში პირველივე სეზონის ნახევრის დასრულების შემდეგ მერე უკვე გრანჩი გადავიდა და პაოკის მაისურით ვიხილავთ მომდევნო სეზონში დააბრუნეს გიორგი გველესიანი, დააბრუნეს დვალი, დააბრუნეს გიორბელიძე, ხარებაშვილი არის დებიუტანტი და ალბათ ყველაზე ახალგაზრდა გახდება ჩვენს ისტორიაში, ვინც ითამაშებს, იგივე კვეკვესკირს ხედავ მე განაცხადში მამუჩაშვილი, ნონიკაშვილი სხვათა შორის ასევე და მეკვაბიშვილიც, მოკლედ ძალიან საინტერესო შემადგენლობა გიორგი გაგუას ექნება დებიუტი დიდ ნაკრებში 21 წლამდელებიდან გვახსოვს. ის ასპარეზობს ისტრაში, ეს არის ხორვატიული გუნდი და ძალიან გამიხარდა გულწრფელად გეტყვით საბა ლობჟანიძის განაცხადში ხილვა, იმიტომ რომ მე მგონია რომ საბა ლობჟანიძის რესურსი მაქსიმალურად არ არის გამოყენებული და ალბათ ეხლა ექნება შესაძლებლობა. შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ორივე შეხვედრას, სიამოვნებით მივადევნებთ თვალს, ნახავთ ჩვენს ბიჭებს, ნახავთ მეტოქეებს, ეხა ფარერის ნაკრების შესახებაც შეიძლება ითქვას, ხო, ფაქტია, ეს ამ გუნდს სერიოზული პროგრესია. ხო, ეს მეთევზეები და პოლიციელები ეს დიდი ხანია უკვე წარსულში ჩაბარა. პროგრესია, თუ გადავხედავთ ჩვენ ამ ნაკრების ნაჩვენებ შედეგებს ბოლო პერიოდში, პროგრესზე ვსაუბრობთ ჩვენ და არა რაღაც განსაკუთრებულ მიღწევებზე, მაგრამ პროგრესი თვალს ისაცემია და ნამდვილად საინტერესოა. საკლუბო დონეზე გჯობიან კიდევაც სამწუხაროდ. ახლა არ გინდა იმ მარცხის გახსენებას არ გავიხსენ. ხო, დაბრუნებულებს შორის გიორგი ქვილითაია უნდა მეთქვა აუცილებლად, ძალიან გამიხარდა ასევე მისი ხილვაც, იმიტომ რომ სასიამოვნოა ამ ბიჭების. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია რომ ყავდეს ძალიან მრავალფეროვანი შემადგენლობა, ეს ერთიორად გასახარი ამბავია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მაქსიმალურად შეეცდება, რომ აი ამ ურთულეს სიტუაციაში თავის დამკვიდრება თან პარალელურად ვახოხო ის ხდება, რომ ახალგაზრდული ნაკრები ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და იქ 25 ფეხბურთელია კიდევ ვინც შეიძლება რა ყოფილიყო. ხო, აქ შეიძლება ვიხილოთ და ბევრს ვიხილავთ ალბათ დროთა განმავლობაში და ესეც ალბათ სათქმელია, ხო, პარალელურად ემზადებიან ჩვენ. აქვე ვისარგებლო შემთხვევით და დღეს ქალთა ნაკრები თამაშობს. კი. ერთა ლიგაზე და წარმატებები მინდა უსურვო. 9 საათზე იქნება პირდაპირ რეპორტაჟი ჩვენი გოგონების თამაში. მოკლედ წარმატებები, მადლობა რომ მოხვედით
სანახავად. წარმატებები მინდა გისურვოთ, მოკლედ დაძაბული უქმეები გვექნება, უქმეებს მე სანაკრებო მატჩები მოყვება, რა ვიცი, პერიოდი იყო ხოლმე როცა ზაფხულში ფეხი-ფეხზე გადაიდებდი და საერთოდ არაფერი გექნებოდა სადარდებელი, მაგრამ აქაც სპორტმა თავისი პოზიტიური კორექტირებები შეიტანა. ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი და ბევრი ესეთი მოვლენა, რასაც თვალი უნდა მივატევო. აუცილებლად. შემოგვიყვება ჩვენ ჯუდოში აგერ. ეხა ევროპა იწყება. სოფლიო და კი ბატონო, წარმატებები გიგა დიდი გვენცაძე მადლობა, იყო ჩვენი დიდი სტუმარი, მე ერთი კვირით დაგემშვიდობებით.